რაც შეეხება ფატო გახარიას, მე ამჯერად მის ოპოზიციონერობის. ეს სამარცხვინო პრემიერ-მინისტრი, რომელიც იყო სამარცხვინო შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს იყო ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის მცდელობა. პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების. გახარია არის რუსეთის მაფიოზური კრიმინალური აზროვნების ადამიანი. ჯიგრუფონში ამბობდა რომ ყველაფერი მოსულა საქართველოში თუ ქართული და ჯიგარი ხარ. ანაკლია გააჩერა და ჩადო ანაკლია. და ყველაზე თავარი მე მას არ მივიჩნე ოპოზიცია. ეს არის ერთი პრივილეგირებული ბიზნესმენის პარლამენტის ტრიბუნიდან ჭორაობით იმუნიტეტის მოპოვების მცდელობა. ჩემთვის გიორგი გახარი და მისი პარტია არ არის პროდასავლური პარტია და ეს ერთი არგუმენტი, რატო ვერ ვითანამშრომლებ მასთან. აქ ჩემთვის არის წითელი ხაზი. შანტაჟის ენით საუბარი საერთო საჯარო პოლიტიკიდან უნდა გაქრეს. ვერ გახდება გიორგი გახარია ქართველი ხალხის პრემიერ-მინისტრი, იმ ხალხის, რომლის სისხლშიც მას აქვს ხელები ამოთხრილი. მის დამინდობა მე არ მაქვს, რა თქმა უნდა, და არც ურჩევ რომ მის დამინდობა კონდეს. ყველას მოუწევს პასუხი აქვს როგორც თავის ვალდებულებებს, ასევე სიტყვა. გიორგი გახარია, შენ მამაცი შენა, შენი შვილის პოლებასზე თავი დაუჭიხე. მე მგონი მამუკა ხაზარაძის პრობლემებთან დაკავშირებით არ მინდა ამაზე საუბარი. როცა მივხედავ, მაშინ ნახავთ. გიორგი გახარია